გამარჯობა მეგობრებო, მოკლედ ჩვენ ვნახეთ სუსის გამოძიების დასკვნა და პრესკონფერენციაზე სუსმა გვაუწყა, რომ თურმე მომწავლელი ნივთიერების გამოყენების შესახებ გამოძიება შეწყდა, ყველაფერი დაადგინეს და ყველაფერი არის მშვენივრად, მაგრამ გრძელდება გამოძიება უცხოურ ორგანიზაციასთან მტრული მიზნებით თანამშრომლობის საკითხზე თუ რაღაცა და ეს სხვათა შორის ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის. ზოგადად ის დავივიწყოთ ის თემა არეულ-დარეული პროპაგანდა თავიდან და იქ ხან გომელაურმა რო თქვა რაღაცა და ეგრევე ექსკლუზივად რო გამოდო იმედმა, იმიტომ რომ ჯერ ჩამოყალიბებული არ იყვნენ რა უნდა ეთქვათ და ვისთვის უნდა დაებრალებინათ და მე რო აღმოჩნდა რომ არა ეგ ყველაფერი ტყუილი იყო და თან კიდე ეგ ხო ქიმიკოსი არ არის და მოკლედ ძალიან ბევრი ეს უაზრო ხტუნაობა აქეთ-იქით ვერსიებზე და ეს სხვათა შორის ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის განსაკუთრებით იმ კუთხით თუ რა კუთხით აგრძელებს სუსი გამოძიებას. მე პირადად ამ ყველაფერმა დამიტოვა რაღაც გარკვეული შეკითხვები და უნდობლობა, რომელიც ბუნებრივად გვაქვს ჩვენ საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების მიმართ და აი ამ შედეგები რაც გამოაცხადა ქართული ოცნების სახელმწიფო უშიშროების თუ უსაფრთხოების სამსახურმა კიდევ უფრო მეტად გააღვივა გარკვეული ეჭვები და საერთოდ ჩემთვის პირადად ვერ გასცა ვერანაირ შეკითხვას პასუხი. და მე ვეცდები ახლა ჩამოვაყალიბო თუ რატომ არ არის ჩემთვის დამაკმაყოფილებელი მათი ვერსია. როგორც აღვნიშნე, ის პროპაგანდისტული აქეთ-იქით ხტუნაობები აღარ მიმოვიხილოთ დეტალურად, მაგრამ აქ არის ერთი მნიშვნელოვანი თემა. როდესაც BBC-ს ჟურნალისტური გამოძიება გამოქვეყნდა იმავე დღეს ქართული ოცნების ოფიციალურ პეიჯზე დაიდო განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენო დაგვიკავშირდაო BBC-ს ჟურნალისტიო და ჩვენო სრულად ვითანამშრომლეთო მათთანო, მივაწოდეთო ინფორმაციებიო და შეკითხვებზე პასუხები რაზეც ჰქონდათო და მათო არაფერი ჩვენი ვერსია საერთოდ არ გამოაქვეყნესო. და ეხლა აქ არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომ თუ BBC არის ორგანიზაცია, რომელიც სუსის თქმით მტრული განწყობებით მოქმედებს და აი ეს ჟურნალისტური გამოძიება და ესე იგი მტრულად განწყობილი და მტრული ზრახვებით განწყობილი ორგანიზაცია დაუკავშირდა პარტიას და მათ იცოდნენ რომ ამ სახის გამოძიება მიდიოდა, ხო და ამ თემაზე გამოძიება მიდიოდა ამ ორგანიზაციის მხრიდან, რომელიც კიდევ ერთხელ სუსის თქმით არის მტრულად განწყობილი და მტრული ზრახვები აქვს, ხო? მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ აი ეს ინფორმაცია მათ ჰქონდათ, მათი თქმით რომ ეს გამოძიება მიმდინარეობდა, საერთოდ მოუმზადებლები იყვნენ ვერსიებშიც და თვითონაც შიდა გამოძიება როგორც სუსის პრესკონფერენციაზე გავიგეთ რამდენიმე დღეა რაც მიმდინარეობს. ანუ მანამდე კი არ დაიწყეს როგორც კი ინფორმაცია მიიღეს რომ ვიღაცა მტრულად განწყობილი ორგანიზაცია ამ თემას იძიებდა, მაშინვე კი არ დაიწყეს გამოძიება რომ გაიგოთ რა მოხდა და როგორ მოხდა. არამედ რომ გამოქვეყნდა აი ეს სიუჟეტი და მერე დაიწყეს ამ თემაზე გამოძიება და თან აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ისიც არის რომ როგორც წინა ვიდეოებშიც აღვნიშნე, ამ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხო იცოდა ერთი წლის წინ რა ნივთიერება გამოიყენა, თან კიდევ ერთხელ იცოდა ქართულმა ოცნებამ რომ მათ წინააღმდეგ მტრული ორგანიზაცია მტრული ზრახვების გამოძიებას ატარებდა, მაგრამ მაინც რამდენიმე დღით ადრე დაიწყო ეს გამოძიება და თან შემოგთავაზეს ახლა ეს შედეგები. ის ვერსიები კიდევ ერთხელ უბრალოდ ვახსენოთ, მაგრამ დეტალებში აღარ წავალ. ეხლა რა ვნახეთ ჩვენ სუსის გამოძიების შედეგები. აი ეს არის რამაც გამიჩინა კიდევ გარკვეული ეჭვები და ჩემთვის პირადად ვერანაირ შეკითხვას პასუხი ვერ გაეცა. მაგალითისთვის სუსი აცხადებს, რომ ნივთიერება, რომელიც არის სრულად ლეგალური და უსაფრთხო და უბრალოდ ცრემლსადენი გაზია, მათ შემოიტანეს უბრალოდ სხვა კოდით და იქ ჩვენ დავინახეთ ფოტოები გვაჩვენეს რომ ესე იგი მიტყეპებული აქ რაღაცა ბოლო შეძენა 2009-ში იყო და სადაც ეს სახელი და კოდი არის ამ ნივთიერების, ის არის გამოკვეთილი ულამაზესი გაშავებული და უახლესი ფონტით. ვნახეთ რომ ესე იგი UN 3439 რომლის დაადასტურა თავის დროზე პრემიერმა და თქვა რომ კიო ეს კოდიო BBC-ს რო აქვსო დოკუმენტიო ესეცო ავთენტური არისო და შესაბამისად მოუწიეთ რომ ამ ვერსიაზე ემუშავათ რა თქმა უნდა და უბრალოდ ამბობენ რომ ეს სხვა ნივთიერება არის უბრალოდ სატრანსპორტო კოდი მიენიჭაო აი ესო UN 3439-ო. ეხლა მე კი ბატონო, გასაგებია, გადავწყვიტე რომ მე ნახა არის თუ არა მართლაც ამ კოდის ქვეშ ეს ნივთიერება და შეიძლება თუ არა ამ კოდის ქვეშ ამისი ტრანსპორტირება. და აღმოჩნდა რომ ეს არის ნივთიერება, როგორც თვითონ გაგვიცხადეს, ქლორობენზილიდენის მალონიტრიტილი. თუ რაღაცა მოკლედ. გადავამოწმე რამდენიმე
ვებსაიტზე ერთი არის მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატების ატმოსფერული და ოკეანოგრაფიული ადმინისტრაციის ვებსაიტი, სადაც ამ ნივთიერებას მინიჭებული აქვს კოდი UNNA 2810. ასევე იმავე კოდით არის ეს ნივთიერება ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის კატალოგში. ერთადერთი განსხვავებული კოდი, რომელიც აი ამ ნივთიერებას აქვს UN 3276, ეს არის საერთაშორისო კოდი, რომელიც შეიძლება განსხვავებული იყოს ამერიკული კოდებისგან და რომელსაც მაგალითად მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ქოლგის ქვეშ და ეს არის 3276. ანუ ამ ნივთიერებას სამი სხვადასხვა ორგანიზაცია ანიჭებს. კოდს ორს ამერიკულ საქედან აქვს 2810, ხოლო საერთაშორისო კოდი არის 3276. ანუ ის რომ ეს კოდი საერთაშორისო ტრანსპორტირებისთვის UN 3429-ია, ეს არსად არ ფიქსირდება. ვიფიქრე რომ ეხა კარგი, მოდი ვნახოთ რომ იქნება, შეიძლება მე ვერ ვიპოვე და გადავწყვიტე რომ დამეგუგლა, რა თქმა უნდა, ეს ამბავი. ჩავწერე search-ში ესეთი შეკითხვა, რომ ამ ნივთიერებას ქლორობენზილიდენის მალონიტრიდს შეიძლება თუ არა მინიჭებული ჰქონდეს კოდი UN 3429 თქო და თქვენ იცით რომ ამ ბოლო დროს Google-მა დაამატა ხელოვნური ინტელექტი პირდაპირ search-ში და ის აგრეგირებას უკეთებს სხვადასხვა ვებსაიტებიდან ინფორმაციას და ეგრევე მოკლე პასუხს გაძლევს. და რა თქმა უნდა რეკომენდირებულია ყოველთვის რომ ჩაყვე და იქ წყაროები ნახო და შენ თვითონ გადაამოწმო სხვადასხვა ვებსაიტებზე, მაგრამ პირველივე პასუხი, რასაც იძლევა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ამ შემთხვევაში, რომ კიო კაცო UN 3429-ო ნამდვილად არისო შეიძლება ქონდეს მინიჭებული აი ამ ნივთიერებასო და იქვე აქვს ესეთი წყაროს პატარა ნიშანი და იმ ნიშანზე მაინტერესებდა ეხლა რომ მოდი მეთქი გადავალ ამ წყაროზე და წავიკითხავ რა შემთხვევაში ენიჭება თქო ეს კოდი ამ ნივთიერებას თქო და ეს წყარო აღმოჩნდა Civil Georgia, რომელიც გვეუბნება იმას, რომ უბრალოდ ნიუსი არის იმასთან დაკავშირებით დღევანდელი, რუსულმა თქვა, რომ ამ ნივთიერებას ჰქონდა მინიჭებული ტრანსპორტირებისას მათი მხრიდან, თუ არ ვიცი ვისი მხრიდან, მაგრამ ტრანსპორტირებისას გამოიყენეს ეს კოდი. ეხლა ვიფიქრე, რომ იქნება თქო ჯობია რომ სხვა წყაროებიც ვიპოვო მეთქი, რა თქმა უნდა და ამიტომ Google-ის search-ის ხელოვნურ ინტელექტს, რომელიც ინტერნეტში ეძებს და არა რაღაც თავისი აგრეგირებული ცოდნის ბაზიდან, მიუმართე დავალებით, რომ თუ შეიძლება რომ სხვა წყაროები მიპოვო იმასთან დაკავშირებით, რომ აი ამ ნივთიერებას ეს კოდი აქვს მინიჭებული მეთქი და კი ბატონო და ამომიგდო რამდენიმე წყარო და ეს რამდენიმე წყაროც აღმოჩნდა IPNG-ის ინგლისური სტატია, პირველი არხის ინგლისური სტატია და APA-AZ, ანუ აზერბაიჯანული news სააგენტო, რომელიც ასევე იუწყება იმას, რომ თურმე სუსმა თქვა, რომ ეს კოდი ჰქონდა მინიჭებული ამას. ანუ UN 3429 და დასახელებული აი ეს CS-ის გაზი, რომელიც ცრემლსადენი გაზი, რომელზეც გვეუბნება სუსი, რომ ამასო მინიჭებული ქონდა კოდიო, ამ კოდის მინიჭებასთან არსებული ინფორმაცია მხოლოდ დღეს და მხოლოდ სუსის ბრიფინგთან კონტექსტში არსებობს. ეხლა ვიფიქრე, რომ მეთქი იქნება და რახან ყველაზე ბოლო ის არის თქო მაგიტომ იგდებს მეთქი ამ ყველაფერს თქო და ამიტომ ვთხოვე რომ იცი რა არის თქო ბატონო ხელოვნურო ინტელექტო თქო დაიგნორე ყველა ქართული წყარო თქო და ბოლოს აი BBC-სთან რაც კი არის დაკავშირებული იმ თემაზე რომ მიპოვე სხვა წყარო სადაც ვნახავთ იმას რომ ადრე არა აი ამ გამოძიების და არა აი ამ ყველაფრის კონტექსტში არამედ ადრე ოდესმე თუ სადმე აქვს მინიჭებული ამ ნივთიერებას ეს კოდი თქო და თან თუ ჩვენ კიდევ ერთხელ ოცნება გვეუბნება იმას რომ ეს ყველაფერი შეძენილი იყო 15 წლის წინ შესაბამისად მსგავსი პრაქტიკა ან ცნობები ამის შესახებ უნდა იყოს მოპოვებადი ხო ძალიან დიდი დრო გავიდა და შესაბამისად ეხა ერთადერთი ქვეყანა იყო საქართველო 15 წლის წინ რომელმაც ეს ნივთიერება ამ კოდით შემოიტანა მაგის მანამდე და მაგის მერე ეგეთი რამე არ დაფიქსირებულა საერთოდ ნივთიერებების ტრანსპორტირების ისტორიაში ხო ეგრე აღმოჩნდა ზუსტადაც რომ ეს კოდი მინიჭებული აქვს სხვა ტიპის ნივთიერებებს და მათ შორის არ ფიქსირდება ქლორობენზილიდენ მალონიტრიტი. ხო და
არ ვიცი, მე ჩემი ძალებით რა ინფორმაციაც მოვიძიე, იმითი მე მაქვს საფუძველი რომ ეჭვი შევიტანო სუსის ამ განცხადებაში, რომელიც თან გვეუბნება იმას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ქართულმა ოცნებამ და თვითონ შესაბამისად სუსმაც წინასწარ იცოდნენ, რომ მტრულად განწყობილი ორგანიზაცია მტრული ზრახვებით აკეთებდა რაღაცა პროვოკაციულ სიუჟეტს და ამაზე რამდენიმე დღის წინ დაიწყეს მოკვლევა, მას შემდეგ რაც ეს ინფორმაცია გავრცელდა და გასამართლებლად მოხდა ისე, რომ თურმე ერთადერთხელ ნივთიერებების ტრანსპორტირების ისტორიაში აი ეს კონკრეტული კოდი UN 3439 მხოლოდ და მხოლოდ საქართველოში ტრანსპორტირებისას მიენიჭა ამ ნივთიერებას. არ ვიცი. მე არაფერს არ ვამტკიცებ, მე უბრალოდ ეს შეკითხვები გამიჩნდა. არ ვიცი.